אני הולך לבכות לך תהיה חזק למעלה געגוע כמו דלתות שני פתחות בלילה לנצח אחי אסגור אותך תמיד וניפגש בסוף אתה יודע ויש לי חברים אבל גם הם קווים אל מולך המשגע וכמו הגליל אנחנו מתנפשים אל המזהב אל החיים וכמו הגליל אנחנו מתנפשים אל המזהב אל החיים כשהצועים הולכים לים לכם נעים וזה עצוב שלהחזיק איך שלא לנצח אחי אסגור אותך תמיד וניפגש בסוף אתה יודע ויש לי חברים אבל גם הם קווים אל מולך המשגע וכמו הגליל אנחנו מתנפשים אל המזהב אל החיים וכמו הגליל אנחנו מתנפשים მოგესალმებით, არაჩვეულებრივი საღამო ტარდება ახლა კონცერტმარიაში. დღეფასტუმრების საიდან არაჩვეულებრივი თბილი ღონისძიება სიყვარულით სავსებ, რომელიც ეძღვნება ქართულ მეგობრობას და სულ მალე დაიწყება, ჩატარდება ასოციაცია ესტა არის ფაქტის პატრონელის საორგანიზაციო მასთან არაჩვეულებრივი სისხლის ბანკის პრეზიდენტი ქალბატონი ნატალია და სულ მალე წარდგება საზოგადოების წინაშე აკადემია კვირილა, რომელიც შეასრულებს ორი დიდი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს. მათივისები თქვენი ნინა ჩიხვაძე. არაჩვეულებრივი ქალთა ორგანიზაცია, მსოფლიოს ქართულ ებრაელთა ქალთა ორგანიზაცია აწყობს ამ ღონისძიებას და პატრონაჟს გაუწევს. სულ მალე გაიმართება არაჩვეულებრივი საღამო თურქასტუმრები ისრაელიდან. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომელთა არის მეც მიუწვევი. ერთ-ერთი ორგანიზატორი ბრძანდებით თქვენ ნინა ჩიხლაძე ასოციაცია საქართველოს ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ეს მუსიკალური თანხლებას გასაგებად ითავებს აკადემია კვირილა, რომელიც სახელმწიფო ჰიმნებს შეასრულებს სულ მალე და არაჩვეულებრივ ქართულ სიმღერებს, ებრაულ სიმღერებს წარმოადგენს საზოგადოებას და ქალბატონი ერნაწილ ფურიას პატრონაჟით
ხდება აკადემია გუილას წარდგენა ქართული და ებრაული აუდიტორიის წინ არაჩვეულებრივი საღამო გველოდება წინ. არაჩვეულებრივი საღამო გველოდება ეს და ხელმძღვანელი და პრეზიდენტი ქალბატონი ევაკოპოლაშვილი ვინც პატრონს უთავს ამ პროექტს. ძალიან მადლობა. მადლობთ. ტელევიზია ნიკალა ფილმი. თუ შეიძლება ბრძანოთ რა ხდება დღეს? არაფერი განსაკუთრებული, იმიტომ რომ სოფლიო ქართული ებრაელი ქალთა ასოციაცია 25 წელი არსებობს და დღეში ერთხელ აკეთებს საღამოებს, რომელიც ეძღვნება ქართულ და ებრაელ ხალხთა მეგობრობას. დღევანდელი საღამო განკუთვნილია ბატონი აბრამ საბირის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ძალიან დიდი ღვაწლი აქვს საქართველოსთვის, ყველანაირ ხელმოქმედებების აკეთებს და ასე შემდეგ. კიდე განსაკუთრებულია ბატონი აბრამი მითი, რომ ამერიკაში გამოცემულია ქართულენოვანი გაზეთი, რომელსაც ქვია ქართული და ებრაელთა ურთიერთობა, რომელიც გავს სოფლიოს ერებს გააჩნია და ეს არის უნიკალური მოვლენა ქართული და ებრაელთა ურთიერთობა. დღეს ეს ურთიერთობები კიდევ თეატრალურად შესაძლებელი არ არის. ამიტომ ეს უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია, სამეცნიერო კონფერენცია, სადაც 60-მდე პროფესორმა მიიღო კონსულტაცია და იმით გამოთქვათ, რომ ისინი დაიწყებენ ამ მასალების კვლევას, რომელიც მე გადმოვეცი უსასყიდლოდ ქუთაისის უნივერსიტეტს, ეს იყო გაზეთარიას არქივი, უამრავი მასალები, რომელიც ჩემს განმავლობაში 50 წლის განმავლობაში ვაგროვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უნიკალური რამებია იქ, განსაკუთრებით ქართველებზე, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ბევრი მათგანი საერთოდ უცნობია დღევანდელი საქართველოში. როდესაც მე გამოვიკვირე იმათთან ურთიერთობები და ნაწილი გამოვაქვეყნა ჩემს წიგნში პარიზი, ბონი, ნიუ-იორკი, რომელიც 25 წლის წინ გამოვიდა და იქ მოუწრებ დამასკო. მეორე ნაწილი საბრძოლოების იქიდან არასწორად. დანარჩენზე მე ვისაუბრებ პრომოქერებით თუ დიდი მადლობა. საჩუქრად ეს არის არქივი, რომელიც ბატონ აბრამ საბირმა 1970 ისრაელში ალია საქართველოს არქივი, ეს არის ინდოეთის მასალა, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია და მრავალფეროვანია. ჩვენ სამოზაროზე თქვენ დავწერთ, აი სულ შევასრულეთ მიმართულებაზე. თქვენ დავწერთ, თქვენ სტუმრებთან წინდადეთ. ჩვენ ძალიან კლასია. დავწერთ. ცოტა იჯობთ. ჩემი დედა იყო დაბადებული გაზეთი პულაში, როგორც ყველა პულაში ებრაელი ქალი. მამა ჩემი იყო წარმოშობით ბანძიდან, ბანძაში დაიბადა და ჩემი მამა არის წარმოშობით ლეჩხუმი, დაელაში. დაელაში დაგემოვიდნენ ბანძაში, ბანძიდან პულაში, ერებენ პულაში გადავედი ბათუმში, ბათუმიდან წავედი ისრაელში. ისევე ეს არის ჩემი წინაპრების ოჯახი. თუ გდებათ პროგრამა რა თქმა უნდა, რომ ენატროებით რომ დაიბადე, გავიზარდე ყველა ჩემი ბავშვური ახალგაზრდული თვისებები გამიზარდა პულაში. მე ბევრი არაფერი არ მომატებია, მაგრამ ეს გავყვა ჩემ
თემის ხორბის მაღაზიასა და თქვენ წარმოიდგინეთ 55 წელზე მეტი წასული ვარ საქართველოსთან. არასდროს ჩვენ არც ქართულ ენას ვერ ვიწყებ, ვერც საქართველოს ასე საქართველოს უნდა. ჩვენ მეც ვისკიდა კიდევ პროექტებს, რომ ვიცავ ქართულ ტრადიციებს, საშუალოდ ქართულ კერძებს. საუბარია ჩვენ ძარცახში ქართულ ენაზე. ობები წარსული და თანამედროვე. ასე რომ საქართველოს წავედით ჯერ ისრაელში, მერე ისრაელთან ამერიკაში და იქაც საქართველოა ჩვენთვის. ქართველობა დავჭირთ. ყველაფერს რასაც კარგს გავიგონებ. რამდენი რომელ კერძს ამზადებდა, რომელ ქართულ კერძს ამზადებდა ჩაგდო. თქვენი სიტყვა რომ ეს იქნებოდა ებრაული საჭმელები შამანდი, ალია, ხენადი, ხარჩო, ორსას ამზადებს ისინი უკრაინული, მაგრამ ინტეგრირებული იყო. ხინკალზე მასწავლეს თავადასხმად გამიყვანს ხორცის, კვერის, კუპატი. ამაშეულად დედის კერძებიდან რომელი დამზადებული კერძები გასაკეთებია, რომელი გეყოლდათ თქვენ? ამაშეულად. ასე ვიხარ? ვარჩავით სიცოცხლე და ხალია მიყვარდა პაკეტები. ეს ნაბოლი ჯოშაშებია. რა თქმა უნდა. პარასკევს არის ყოველთვის სარდებოდა ჩვენთან. პირველი შეჭამადი, მეორე ყაზია. ტრადიცია გრძელდება დღემდე. 10 წელს განმავლობაში. სად არის დედი კონდომი? დედა გარდაიცვალა ისრაელში. საიქარიძე სამოერო. მამა გარდაიცვალა ზეკიდოს საქართველოში ყოფნის დროს 1964 წლის 1 აპრილს. დასაფლავებულია კულაშის სასაფლაოზე. ეკუთვნის ერთი ფაქტი. ჩემდა სავალალოთა სამწუხაროდ მე არაერთხელ ჩამოვედი საქართველოში, მაგრამ ვერ მივაკვლიე საფლავს, იმიტომ რომ კულაში იყო სასაფლაო გაშენებული ჭაობს და როცა დაასაფლავდა ქვა დაადეს, ქვასთან ერთად ჩაიძირა იცის ქვეშარი და ვერ ვეძებთ ახლა და კიდევ ვერ მივაკვლიე. კიდევ ბევრი წელი ქართველებს ებრაელებს სიყვარულით იყო და ერთად ყოფნა. ახლა მე ცოტა რაღაც არის. ერთი აგური მაინც დავდე. პირველი მომყავი. ისაიში ახალ ჩასული რომელიც ჩამოყალიბა 1996 წელს ისრაელის საქართველოს მოგობრობის ისტორიის საქართველოს საზოგადოება 12 წლით ადრე ვიზრე საქართველოში. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და საზოგადოება წააკეთა უამრავი რამ. მე რა გამოვიდა სიტყვით და იქ ყველაფერს ვუღალატი და მithomikro. მაგრამ საერთოდ ვთქვათ დიდი საქმე გააკეთა ქართულს და ებრაელთა შორის მეგობრობის აღორძინებასა და განვითარებაში. და არა მარტო თითქოს და მარტო საქართველოსის. ჩვენ მას ვაკეთებდით ძემს უკვე მასშტაბით, რომ საქართველოს სილამაზე და ყველაფერს კარგი გააჩნია საქართველოს გაეცნო სხვა ენებსაც. მე და შემოგვიყვება შემოვიარეთ ნახევარი მსოფლიო. სადაც გვიდიოდით ყველგან თესავდით ამას. ყველგან ვეძებდით ქართულ ფესვებს. ებრაელებს მე ვიცი ზაკი ახლა თქვენთან თქვენ დავიწყოთ მე. ებრაელებს ორი თვისება ჰქონდა. ერთი რომ ებრაელებს არასდროს არ უღალატიათ საქართველოს. არასდროს. ეს სიმართლე. ვერ ნახავთ ისტორიაში ვერც ერთ ფაქტს. ვერც ერთ ფაქტს რომ ებრაელებს უღალატიათ საქართველოს. მეორე რენიკო პოისმიდე. მეორე ებრაელებს არასდროს
2000-ზე მეტი ავტონომია ჩვენა. ებრაელს არ მოთხოვია მიწის ნაკვეთი საქართველოს არხზე. მიწის ნაგლეჯის მიწისებაც კი. ებრაელი უცნაურია ყოველ დროს და პრობლემები გიჩნდა. ესეა ბაგიჩლა. მოუწეს გეცალა. სულ ამაზე უცნაური საქართველოს ებრაელი. ანასწორი არქეო ქართული და ჩემია აბა მომეცია ავტონომია როგორ განდები ყველა ცხოვრობდა საქართველოში ყველა ცდილობს რაიმე წარსულს და ეს იჯი საქართველო აღარ არის ეს საქართველო ძალიან ცოტა დარჩა და მოდი იმწოდი მისთვის რომ ესეც ავტოგრაფოს ამის პოლიტიკაზე ვეცადე. მე მგონი რომ ებრაელები ერთადერთი ანუ ყველაზე უკეთესი მაგალითი გესმით. ისრაელი ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის საქართველოში. მარტო შარშალ საქართველოში ჩამოვიდა ისრაელიდან 405,000 ტურისტი. ისიც ეს ახლა შენაძენია სახელმწიფოს. სახელმწიფო მილიარდებს ხარჯავენ იმისთვის, რომ გააზიარონ ტურისტებს ქვეყანაში. საქართველოს ეს ისრაელი გას ხარჯი ამით რო შემოდის მილიარდობით დოლარი. საქართველოს ხარჯი. ეს იყო ჩემი ძირფასი სიმღერა ბატონი აბრაამი ისრაელიდან ჩემს გვერდით არის ბანკის პრეზიდენტის ქალბატონი ნატალია კონტელენის დედიკო ქალბატონი ნიკურაძე და გახლავართ ნინა ჩიხვაძე ნიკო საუდაძე თოქ-შოუ წესვა და გამარჯვებები საქართველოს და ისრაელს
მოგწოება. ახლა ცოტა ხანში კიდე მე გამღერე და ეხლა მინდა ჩვენთან სტუმრად გზანდება ისრაელთან საპატიო ელჩი, რომელიც სიტყვის დასავლური მოიგებდა და Sorry, I will be speaking English. My Georgian is just representing this. Mr. Abraham and the delegation. You welcome me. I would like also to welcome you. I think enough time in Georgia also to say welcome in Georgia. მოგესალმებით ყველას. ჩემი ქართული მწირია, ამიტომ ინგლისურად მივესალმები დამსწრე საზოგადოებას და ჩვენ საპატიო სტუმარს ბატონ აბრაამ საფირს. You know, when I was nominated to be ambassador of Israel to Georgia, I didn't know that much about the Jewish Georgian community. მაშინ, როდესაც დამასახელეს ელჩად და წარმომგზავრდა საქართველოში, ბევრი არ ვიცოდი ქართულ ებრაულ მეგობრობის შესახებ. It took maybe about 1 hour after my nomination was published in the press in Israel to get hundreds of Georgians from the community asking, knowing my number and asking to be in contact with me, and that was very great for me. რამდენიმე საათი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც დამასახელეს ელჩად და ჩემ სატელეფონო ხაზზე შემოვიდა უამრავი მილოცვა და შეტყობინება, რომ სურდათ ჩვენთან შეხვედრა და ღონისძიებებზე დაპატიჟებები. Then I think I became the son of everyone, the shvili of everyone. შემდეგ მე ვიქეცი ქართულად და ჩემი გვარი გადაკეთდა და დაბოლოება შეიქმნა შვილის და გავხდი ყველას მეგობარი. Then I came here. I started in August last summer. ჩემი მოღვაწეობა დავიწყე გასულ წელს აგვისტოს თვეში. And I found here a very great and very warm and open and welcoming Jewish community here in Tbilisi. და თბილისში აღმოვაჩინე ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მიმღებლობა ქონდა ძალიან დიდი ებრაულ თემს საქართველოში. I wish that my colleagues and other ambassadors will have the same in other countries. That doesn't exist everywhere. ვისურვებდი, რომ ყველა ჩემ კოლეგას მთელ მსოფლიოში ასეთი დიდი პატივით და სითბოთი იღებდნენ. And now I'm meeting Georgians, Americans, they're part of Jewish community, Georgian community, and I'm very proud and happy to have this opportunity. და მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა დავესწრო ამ ღონისძიებას, სადაც ჩემს წინ ბრძანდებიან სამი თაობის ქართველი ებრაელები, ამერიკაში მცხოვრები, ისრაელში 4 generations. ქართველი ებრაელი. And thank you, Eva and Lisa, for this opportunity that you're giving me. და დიდ მადლობას მოვახსენებ ქალბატონებას და ნატალის ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. Thank you. Yeah, but you know, a lot has been said about the Georgian Jewish community and 2,600 years of Jewish presence here, and all it's true, yeah. And I think that for us, for the state of Israel, we are happy to have such kind of a wonderful community in all places, also in Israel, also here. We'd love to see everyone in Israel, but it's a private decision of everyone. But the Jewish community, the Georgian Jewish community has been a very strong and beautiful bridge between the state of Israel and Georgia, the people of Georgia, the nation of Georgia, and the government of Georgia as well. ებრაული თემი საქართველოში ძალიან ძლიერ ხიდს წარმოადგენს ქართულ ებრაულ ურთიერთობაში. ვიცით, რომ 26 საუკუნოვანია ეს ქართულ ებრაული მეგობრობა, მაგრამ დღევანდელი თემით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ კუთხით. This Jewish presence in Georgia and the good coexistence that has been for centuries between the Georgian and the Jews here, and the mutual enrichment, cultural enrichment, and the way of life that they lived here is a very strong and basic foundation of our relations with Georgia. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები და ის რაც დღეს ხდება, რომ ეს ურთიერთობა არ არის შეწყვეტილი, არამედ გრძელდება თაობებს შორის. I wouldn't imagine without the Jewish community in Georgia how would be the relations between our two countries, like any other country. But thanks to this, we have a very good relation with Georgia, and it helps us as the state of Israel a lot. მადლობა ამ ურთიერთობებისთვის, მადლობა ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს, მადლობა საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს, რომ აგრძელებენ ამ ურთიერთობებს. ჩვენ ეს ურთიერთობები გვაძლიერებს. I would like to thank you everyone here, Georgians, Jews in Georgia and Israel, United States, everywhere. And
and the state of Israel can be very proud of you as well. ისრაელის სახელმწიფოზე ამაყება თქვენი მადლობას გიხდით რომ ქართველებს მადლობას გიხდით, ამერიკელებს გიხდით მადლობას და ისრაელიდან ჩამოსულ სტუმრებს. And I think that I have changed my name to Israelishvili. ვფიქრობ რომ უკვე დრო გადავუკეთო ჩემი გვარი და გავხდე ისრაელიშვილი. ცოტა ხნის წინ დამირეკა გერმანიიდან კორესპონდენტმა და აინტერესებდა ჩვენი ორგანიზაციის ასოციაციის მუშაობა და მე მევუთხარი რომ ეს არის ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია და გაკვირვებული იყო იმიტომ რომ მსოფლიოში ბევრი ქალთა ებრაელ ქალთა ასოციაციები არსებობს მაგრამ ქართულ და ებრაული ასოციაცია ესეთი ფენომენი არ არსებობს და ძალიან ისეთი ეფექტი ქონდა ჩვენ დასახელებას და მე მინდა გისურვოთ დიდი წარმატება იმიტომ რომ ეს საქართველოს და აქაურ მაცხოვრებელ ებრაელების დამსახურება არის. Yes. Thank you. Thank you. გაგზელებ ჩვენ საღამოს ბევრი სტუმარი ყავს, მაგრამ სანამ წარვადგენ ამ სტუმრებს, მინდა პატარა ასოციაციის მუშაობის შესახებ პატარა კლიპი წარმოგიდგინოთ. შეიძლება ჩავწოთ ეს ჯერ სანამ კლიპს წარმოვადგენ, და შემთხვევით ვისარგებლო და ორიოდე სიტყვა თქვა ქალბატონ ლევას და მისი ორგანიზაციის შესახებ. ჩვენი დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი არის სოფიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია ესთა. ესთას პრეზიდენტი გახლავთ თბილისის საპატიო მოქალაქე, ნოველისტი, მხატვარი, რადიო ჯაკოს საავტორო გადაცემის წახნაგების დამფუძნებელი და ავტორი ქალბატონი ევა ბაბალაშვილი თოხაშვილი. ხოლო რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტს გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი, მრავალი კომპანიის ფლობელი და რაც მთავარია ქალაქ აჟდოდის საპატიო მოქალაქე ქალბატონი ნატალია პანტაზია. მისი დახმარებით და სპონსორობით დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ და მას პინძლობთ ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს ბატონ აბრაამ საფირს, მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ახლა შემოგთავაზებთ მოკლე ვიდეოს, თუ რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია, მათ მოღვაწეობას, მათ შექმნის ისტორიას. ეს ასოციაცია შეიქმნა 2002 წლის 29 ოქტომბერს და დღემდე აერთიანებს ქალბატონებს, რომელთა მოღვაწეობა, სიბრძნე და პასუხისმგებლობა განსაკუთრებულ კვალს ტოვებს საზოგადოებაში. ახლა კი გაგიზიარებთ ვიდეოს. და ვიდეო მიყავს ჯანეთ ბუხაშვილს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამ ორგანიზაციის ასოციაციის მუშაობაში. დიდი პატივისცემით და სიყვარულით თქვენი ნინო ჩიხლაძე გვაქვს პატივი წარმოადგინოთ აკადემია გვირილა, რომელიც არაერთ ებრაულ სიმღერას მღერის რეპერტუარში აქვს და არაერთ ქართულს. ხოლო ამ ლამაზ ქართული სიმღერების პოპურის ჩვენ ვუძღვნით ებრაელ ბაბუებს, ხო დუგზა? აპლოდისმენტები აკადემია გვირილა ხელმძღვანელი დამფუძნებელი გული და სული ქალბატონი ერნეტ იფურია ასოციაციის საპატიო წევრი. სტუმრებმაც Bye.
ადამიანები ისეთ შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანოს თავისი სიტყვით, თავისი გამოსვლით. პირველეს ყოვლისა მე და ბატონი მაქშავითი აღნიშნო, რომელიც ქუთაისში იყო და სპეციალურად თქვენთვის ჩამოვიდა, რომ მოგესალმოთ და თავისი რაღაცნაირი სიურპრიზი მოგაწოდოთ, არ ვიცი რა არის, არ ვიცი, აბა რა მეგობრებო, საგამშვიდობის. რატომ ბატონი აბრამის შესაძლებელი ვიცი რომ ის ემსახურება საქართველოს დედასთან. ელი თავისი შეგნებით, თავისი ენერგია, თავისი შემართება. ამასთან დაკავშირებით ბატონი აბრამი. დედაქალაქმა ევა ვიფიქრეთ და თქვენთვის დავამზადეთ ძალიან საინტერესო კითხვი. და ზუსტად არის გადმოცემული თქვენი ცხოვრების შინაარსი. ოღონდ მინდა რომ ბატონი ერთში მოვიდეს ჩვენ. ბაკაშა. ეს არის საქართველოს ძალიან დიდი მუქი. რა შეუნდა? საქართველოს თუმცა ბრძოლის სიმბოლო აბდათვის და საქართველოს და ეს არის დროშები. მოდით და მიხარია ბატონ აბრამო ამის საშუალება მქონდა. დიდი მადლობა. გენიალური რაღაც არის. ეს არის დასამახსოვრებელი. ბატონ აბრამა ვერ დაინახა. აი ეს თავის შეფუთი. ჩვენი საღამო გრძელდება, მიკროფონები ვერ ჩავდეთ, მაგრამ ადამიანია, რომელსაც გამოგიგზავნა. აბა სიტყვის გთხოვ, ბაია ამაში გაბატონი, ბაია ამაში. და მიკროფონის გარეშე მე ესა თოდარაბა მოწვევისთვის ხوار მეშლება არა ნუ რაღაცა სიტყვები კიდე ვიცი მამაჩემა უფრო მეტი იცოდა ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან კმაყოფილი ვარ ეხლა ჩვენი ოჯახებით ურთიერთობაზე არაფერს აღარ ვიტყვი იმიტომ რომ ეს ისედაც ისეთი ის იყო ერთადერთი ვიტყვი ბატონი აბრამის ღვაწლზე რაც მამასგან გამიგია რომ ეხლა ეს იყო საქმე აბრამი ვაშკაცი კაცი იყო და всё ამით ყველაფერი იყო ნაკრები არ იძახდა ყველაზე ამას და მე მახსოვს მამას მოყოლილი რომ ბატონი აბრამი რომ ჩავიდა ისრაელში როგორ მონაწილეობდა აშდოთის გაფიცვაში ეს ვიცი ისიც ვიცი დედათა და მამადას 99 წელს იყვნენ ჩასულები დიდი დელეგაციით იქ რომ აი ბატონ აბრამის თაოსნობით მოხდა ილია მართლის ხატის შეტანა ჯვრის მონასტერში და მერე უკვე ეს ხატი აღარ დახვდა. სპობენი ჩვენ გვაქვს და ისიც გამიგიო რომ ჩაყავდა ტურისტები თუ არ მეშლება და უხსნიდა რომ ეს არის ქართული ძეგლი და არც ერთ მაპატიოს ყველა მაგრამ არც ერთი სხვა ქვეყნის და ტომის ებრაელს ისეთი ნოსტალგია არ აქვს სამშობლოს მიმართ და საქართველოს მიმართ როგორც ქართველ ებრაელს ამიტომ ქვია ქართველი ებრაელი ეს განუ რაღაც ისეთი ფენომენი არის მე ამინა მიკროფონი მომაყოფილი ჯერჯერობით მასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან კმაყოფილი ვარ და დედაც აუცილებლად შეხვდებათ ამ დღეებში მიუხედავად რომ საქმიდან არ გადის მაგრამ აუცილებლად მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ მადლობა ახლა გვინდა სიტყვა გადავწეთ სამართლის მაგით პოლიციის პოლკოვნიკს შესაძლო ორგანოების დამსახურებულ მუშაკს ლეჟავას სახელობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოს კავშირ პოეტები და მწერლების საქართველოსთვის მამულიშვილების დამფუძნებელს ხელმძღვანელს და ამავე სახელწოდების პოეტური კრებულის რედაქტორს სტუმარ სკოლაშიდან ბატონ თენგო ფანცულაიას მოგესალმებით უცხო მეგობრებო ცოტა უნდა იყოს ცოტა
მიუხედავად იმისა, ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის 40-იანი გამოცდილება, ცოტა ცხელი მომერი ასავეთ, იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც დაკავშირებულია ყულაშთან და ყულაშელებთან, ქართველი და ებრაელი ხალხის სიყვარულთან, მეგობრობასთან, ურთიერთგატანასთან და დღემდე ამ სიყვარულის მოტანასთან, რა თქმა უნდა, ემოციურია ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, ვინც იქ გაიზარდა, ვინც იქ დაიბადა და ჩემო ნატალია, ქალბატონობა რომ შემოვედი, შემთხვევით შალვა მიხელაშვილის გვერდში დავდექი და აღმოჩნდა რომ ორივე ერთ სამშობიაროში ვართ დაბადებული, ყულაში პატარა სამშობიარო იყო, ადამიანებთან გეცოდინება თქვენს სიკოციას სკოლასთან იყო, ნაძვნარში პატარა გოხდა სავანტყოფა სამშობიარო და ზოგიერთ სამშობიაროში ყოფილა დაბადებული და წარმოიდგინეთ რამხელა ემოცია არის და რამხელა სიხარულია და რამხელა სიტყვა. ვეფერები სკოლას ეხლა კათოლიკე აბრამის და სტუმრების ჩამოსვლას მივესალმები რა თქმა უნდა ჩემ მეგობრებთან ერთად და სხვა ლამაზი და გულთბილი ქართველებთან ერთად და ბატონი აბრამს მე ახლოს არ ვიცნობდი მაგრამ მისი პიროვნების შესახებ ბევრი გამეგონა და ვალდებულიც ვიყავი მცოდნე და პროფესიიდან გამომდინარე და უყურებ 2017-2018 წელი გოთვარცლები ყულაშზე წავიდა ნარკვევები Facebook-ში ყულაშელებზე, ყოფაზე, ურთიერთობებზე და რა თქმა უნდა სიამოვნებით გვითხოვდი იმდენად და ნიჩემთვის ბევრი საყვარელი ადამიანის და ახლობელი ადამიანის ისტორია და ოჯახის ისტორია იყო გადმოცემული. Facebook-ში დამეგობრდით მე და ბატონი აბრამი და ამერე შემდეგ გითხრა დათიკო ფანცულაიაზე რომელიც აი ამ წიგნში არის მოხვედრილი ის არის ჩვენი ოჯახის განაყოფიერების რომელიც მიწამოგრიდან გადასახდა ყულაში და მეც რაღაცები ვიხარი ასე და რა თქმა უნდა ეს წიგნში ყველაფერი მოხდა ბატონი აბრამის წიგნში მივესალმებით როგორც პიროვნებას გესალმებით როგორც შემოქმედს გესალმებით როგორც ადამიანს გესალმებით რომელსაც ბევრი რამე აქვს გაკეთებული ქართულ ებრაული ურთიერთობის აი სიტყვასა და გაგრძელებისათვის შემოგარგებო. დანარჩენებსაც აი ვეფერებ ყველაზე პატარა სტუმარს ჩამოსული რომ არის თქვენი შვილთაშვილი, ვერთმა გაგიზარდოთ და გამრავლოთ კეფერებით უნდა გულიდან. წერან, ბევრი რო არ გავაგრძელო სიტყვა, კეფერებით სულ ყველას. მარტო თქვენგან არ არის ყულაში სიყვარული და დაბადებიდან წამოსული. ნატალია ვიცის, ჩვენი ერთი სკოლა და რომელიც თქვენ დაამთავრეთ ნავაგების სკოლა ჯვარცის მინდორზე, ისა დაამთავრეთ მე და ნატალიამ და ბევრი ყულაშლები. ხო, ბევრი უმრავლესობაში ვარ, აბსოლუტურ უმრავლესობაში. რა ხდება დატო ლაპარაკობ თანამდეს კლასელები მყავდა და მყავს დღესაც გოგონები და ბიჭუნები თანაკლასელები ებრაელები მიხელაშვილები მირილაშვილები მოწვრიშვილები ავიცი სულ ყველას ენასებიაშვილები ელიშაყაშვილები ჩემი თავი ენაცვალო სულ ყველას და რა ხდება იცი აი როგორც თქვენ და გაგიწვეთიათ კავშირი ამ საქართველოსთან და პერიოდულად ჩამოდიოდი და ახერხებდით მის გამოსვლას აი ჩემი ნატალია და კიდე რამოდენიმე ადამიანი 90-იან წლებში არც მობილური იყო არც აი ესეთი კავშირის საშუალებები მაგრამ ისე მოხდა რომ ერთმანეთთან კავშირი არ დაგვიკარგავს ამირამ მიხელაშვილი თქვენ გეცოდინებათ მისი ბიჭი მამუკა ჩემი თანაკლასელი არის შაბათ ამირილაშვილი ჩემი შოთა ელიშაყაშვილი ჩემი თანაკლასელი და აი ესეთ აქედან მოდის და კეფერებით სულ ყველას რა თქმა უნდა მივესალმები აი ასეთ შეხვედრებს აი ასეთ სტუმრიანობას აი ესეთი ლამაზი ხალხის ხილვას და წერან ქალბატონი ევას წამოწდა თქვა პირდაპირ სიტყვა ეს ფენომენი არისო ქართველ ებრაელ ხალხთა მეგობრობის ასოციაცია. სიმართლე გითხრათ ეს ფენომენი თემა მე სხვა ადგილას წავიკითხე და სულ სხვა მიმართულებით წავიყვანე ჩემი მსჯელობა რომ ადრე Facebook-ში ხო ჩვენი მიშელა მასწავლებელი იყო მიხელაშვილი მათემატიკის მასწავლებელი იყო სხვათა შორის ძალიან ნიჭიერი კაცი და კარგი კაცი და მისი ძმისშვილი არის თბილისის ექიმი და Facebook-ში მსჯელობა იყო ქუთაისლობა პროფესია არისო აი ესეთი იყო და მე ახლა რა თქმა უნდა ქუთაისში გამოვიარე სკოლა ყულაშიდან და ყველაფერი ვიცი ქუთაისში მაგრამ მაინც ყულაშისკენ წამძლია სულმა და მე ვთხარი ქუთაისი კი მაგრამ ბრენდი ფენომენი არის ყულაშლობა მეთქი და დაბადიეთ მიკროფონი არ მინდა ჩემი ას ლექსად მოგახსენებ მოგეფერებით სულ ყველას აი ასეთ სათაურით ბრენდ ფენომენ ყულაში ყულაშლობა პროფესია არა ძმაო ბრენდი არის ყულაშელს რომ დავინახავ გული მისკენ მიიხარის ყულაშლობა ეტალონი დაბადებითვე კაცობის აზრიანი ხალხის ყოფის შრომისა და საქმოსნობის მაგალითი ქართველ ძმობის უღალატო მეგობრობის საჭირო დროს ვაჟკაცობის მარიფათის გვერდში დგომის ბრენდი ხორცი წასულების ქართულ სულის არდამწმობის პროფესიას ვერ შევადრით ფანატი ვარ ყულაშლობის ყულაშლობა სიმდიდრეა ორი ერის გულის დობის მოგონება სკოლის წლების
დაჩვენი თბილი ბავშვობის ყველას გახსოვთ სიხალისე კულაშის დილის ბაზრობის გემო ცხელი ლავაშის და მელაშვილების საცხობის მახსოვს ჩვევა ცენტრში დგომის ზოგჯერ ჯირის დაგართობის ხალხრავლობის დალალობის იმპორტულებით ვაჭრობის კულაშლობა ზეიმია ყისმათისგან წრიახობის სინაგოგასთან შეკრების მერე სუფრასთან განდობის დღესაც მისი მიდის ტრადიცია კლასელების გულის თბობის ერთმანეთის მოფერების და მკლავების გადაჭრობის ღმერთო ამას გეწევი ძალა მოგვეც უკვდავობის ოჯახებით მეგობრობის ჩახუტების დამინდობის სოფლიოში არ მოშალო ბრენდი ლამაზ კულაშლობის კედელი აღარ დამიციო კულაშ დიდი სინაგოგის ლექსი როცა გამოფებდა ბევრი ნახე მონაწერი ზოგზოგებს გაგვიძებია კულაშზე ჩემი ნაწერი ახლა ცოტა დავაზუსტებ ლექსი არის მოსაფერი ძველი არის ხალხო მეგობრობის დიდი ერი 26 საუკუნე ქართველია მასპინძელი დევნის გამო შეიფარა ჩაიხუტა ებრაელი ხალხი მუდამ გვერდში დგომის საქმიანი იჭიერი დამატში გამორჩეული კულაშელი ფენომენი წვენით რჯულით ებრაელი ქსევით მორხენით ქართველი ამაყიდა დამონფერი ბრენდ ფენომენ კულაშელი ხომ ვიყავით მეგობრულად ხალხო ჩვენამდენი წელი ჭირი ხინი ერთი მქონდა სუფრაზე ერთად ნამღერი კიდევ ერთხელ ვილოცები მეხმარება უფლის ხელი მუდამ ეყოლოს ღეგზელი ქართველი და ებრაელი აბრაამ საფირისთვის გვაქვს სურპრიზი 68 წლის შემდეგ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მისთვის კულაშიდან ჩამოვიყვანეთ მისივე თანაკლასელი ქალბატონი თალიკო ნიკურაძე. ერთადერთი თანაკლასელი ეს არის დიდი ფენომენი მართლა, რაც დღეს ხდება. ხალხი შეხვდნენ კლასელები, რომლებსაც ერთმანეთი არ უნახიათ რამდენი წელი ყველაფერი კარგია ჩემ კლასელს. კარგად სწავლობდა? ამას ნიშანი ხუთის და ბლადი. და ჩვენი ჩემში საფრთხაა. დაჟე კულაში აბა ახლა რახან ესეთი სიტუაცია შეიძლება ქალბატონ კლასელს ბატონო აბრაბა მიეცით თქვენ კლასელს პაველი უნიკალური საჩუქარი აი ეს არის ციგნი კულაში ნახული კასტერი გაგონილი რომელიც მე დავწერე 26 წლის წინ და გამოვაკვირდა ეს ციგნი ეს არის ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იქამდე ჩემთვისაც ამიტომ ბოლო ეგზემპლარი რომელიც მქონდა სახში ნიუ-იორკში იქიდან ჩამოვიტანე კაბატონ თალიკოს საჩუქრად მე მინდა რომ ჩვენთან იყოს ეს ბოლო ეგზემპლარი და მინდა რომ წაკითხო რა ეპიგრაფი გავაკეთე კაბატონ თალიკოს ნიკურაძეს თალიკოს ჩემს თანაკლასელს დიდებული ქალიშვილის სახელოვანი ბიზნეს ვოუმენის სახელოვანი სპორტსმენის მრავალი კეთილი საქმის ინიციატორისა და გამკეთებლის ნატალია კვატალიანის მშობელი და აღმზრდელი დედას ჩური დამჩებთ იმის უკანასკნელ ეგზემპლარს თქვენი პატივისცემის ნიშნად აბრაამ საფირცებიაშვილი თბილისი 8 მაისი მე კიდე მინდა გავუმატო დღევანდელ საღამოს დღეს 9 მაისია თქვენ კარგად იცით რას ნიშნავს 9 მაისი და გამარჯვების დღე არის და არ შემიძლია არ აღნიშნო იმით ისულები ვინც დაიღუპნენ ამ ომში და ვინც ვერ ნახა გამარჯვება
და კიდევ მინდა რომ ეს ადამიანები არასოდეს არ იყვნენ დავიწყებულები და მინდა გავიხსენო კიდე იმდენი ებრაელი ვინც დაიღუპა ამ ომში ქართველები და საერთოდ ყველა ადამიანები ვინც შესწირეს თავისი სიცოცხლე გამარჯვებისთვის და მოიხსენიეთ მათი სულები თუ არ შეწყვდებით წუთიერი დუმილი მადლობა და ეხლა ქალბატონი ნატალია ვინც არის სისხლის ბანკის გენერალური დირექტორი რაღაცით სურპრიზებით გაახაროს ჩვენი სტუმრები მოგესალმებით პირველ რიგში თითოეულ თქვენგანს მადლობა ასეთი თბილი საღამოსათვის განსაკუთრებით ბატონ აბრამ თავის მეუღლესთან ერთად რომელიც საქართველოში ერთ კიდევ 10 წლის წინ ბრძანდებოდით რამდენადაც თქვენგან ვიცით გადმოცემით და დღეს უსხოთ საქართველო აღნიშნავს კიდევაც იხილა და მას უხარია რომ თვითი დღეს საქართველო უკეთესობისკენ მიდის აქ იმყოფებიან ბატონი აბრამის უახლოესი ადამიანები და ის თაობები რომელიც ჩვენ 4 თაობა როგორც ვაგრძელებთ და ძალიან მოხარული ვართ დღეს ქალბატონი თალიკო მეოთხე თაობის წარმომადგენელია როგორც ბატონი აბრამი და ქალბატონი თალიკოც თავის 4 თაობით არის წარმოდგენილი და აქ იმყოფებიან სოყალანი ეს არის ის მეგობრობის გაგრძელება რომელიც ჩვენ ესობით თქვენ ჩაუღარეთ და იმ ძლიერმა ქართველმა ებრაელმა ხალხმა რომელიც აგრძელებთ მსოფლიოში გაიტანეთ ჩვენი სიყვარული ერთობა ის დამოკიდებულება და თქვენ საქართველოს სიყვარული არ დაგვიწყებიათ მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთვის ბოდიში მოიხადა სამტრედის რაიონის გამგებელმა და განსაკუთრებით კულაშიც იმიტომ რომ დღეს ისეთი დღესასწაულია ღამაისი და ბევრმა მინისტრმა რომელიც ვერ ესწრება მაგრამ განსაკუთრებით მადლობა ისრაელს ჩერჩს მოუხადო განსაკუთრებით ინდოეთის წარმომადგენელს და ყველა ადამიანებს რომელიც დარბაზში ჩვენთვის საპატიო სტუმრები ბრძანდებით და სინაგოგის ჩვენი ბატონ მერაბ ჩანჯელაშვილი რომელიც ადგილზე იმყოფება და თავის სიტყვასაც ლამაზად შეგვამკობს განსაკუთრებული დღეა დღევანდელი დღე მსოფლიოს ქართულ ებრაელ ქალთა ასოციაციის რომლის ულამაზესი პრეზიდენტი დღესაც ყავს და მე ამ რანგში იშვიათად გამოდივარ აც განსვლელებული ქალბატონი დათოვასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტს წარმოვადგენთ მაგრამ უფლება არ მქონდა სადაც კი ჩემი სუსტი წერტილია ყოლაშოს და ყოლაშლებს გავიგონებ იქ უკვე ეკრთამდება ყველაფერი და თქვენც ხედავთ არაორდინარული საღამომდის სიტყვოთი საღამომდით იმ განწყობით და იმ ერთეობით და გადახედავთ პლანზე და ნახევარწილადი ყოლაშლები ვარ ამიტომ ბატონ აბრამს სურპრიზადაც მინდა და უმხელთ კიდევაც პირველ რიგში სამტრედის ხელმძღვანელობის სახელით ბოდიშუხთით დღეს ვერ მოხერხდა მისი საპატიო მეზოზების გამო ბატონი დავითის სიტყვები გადმოგცემდა მოფერბა თქვენ და თქვენ მეუღლეს და ამაზე არის ტრადიციები ტენდენციები როგორც საპატიო თბილისელი ქალბატონი ევა ყავს რამდენიმე რაიონის თავის საპატიო წარმოადგენს ჩვენთანაც არის დაწესებული საპატიო კულაშელობა ასე რომ ბატონი აბრამს დღეს საპატიო კულაშელის წოდება მიედინა რომელსაც არქიტექტურულ ქისეულად ყოველ ეს საზებო ვითარებაში თავის რაიონში თავის კლასელთან ერთად ქალბატონ დედასთან ერთად ეს ქალბატონი ჩემი დედაა და უმეტესობისთვის ცნობილია უმეტესობის არა რამდენიც კი ისრაელში ჩავდიოდი იმდენი მაბარებდა ბატონ აბრამთან მაგრამ ბატონი აბრამი ისრაელიდან იცით თქვენ ამერიკაში მოღვაწეობს თავისი საუკეთესო შვილებთან შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად დღეს წარდგენილია სრული შემადგენლობით ვერა მაგრამ ნაწილი რომელიც არიან იმედია ტელევიზიის საშუალებით მათ ეს ყველაფერი ნახავენ და გაიზიარებენ და იმ სიტყვას და ბატონ აბრამს აქვს ერთი ინტერესი რომ ქართული ენა და ყველა მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართულად მოგვესალმეს. აი ის გოგონა რომელიც დგას, ეს არის უძლიერესი იურისტი, წარმოადგენს უძლიერეს შემადგენლობას ბატონი აბრამი გაგვასწავს, აი მისი შვილიშვილი და ქართული ენა საამაყოდ ქართულად საუბრობს ამერიკაში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმ საქართველოს სიყვარულზე, რომელიც არის. ბატონო აბრამ, ძალიან გვიყვარხართ და დედაჩემის განსაკუთრებული
ბედნიერი წუთები, ის წუთები, რომელიც თქვენ 68 წელი არ გენახათ ერთმანეთში, მაგრამ დედასჩების თქვენი და მთელი თქვენი კლასი და ის ყველაზე ბედნიერი წუთებია, როცა თქვენ გაიხსენეთ და ბევრი კარგი დღეები წინ გველოდება. მადლობა, ამხელა კილომეტრები გამოიერეთ, ჩამობძანით თქვენი სახელობის რამდენადაც ცნობილია გაიხსნა ქუთაისში თავის მოღვაწეები და ეხლა პატივი გვაქვს, რომ ჩემი ერთ-ერთი კომპანიიდან, რომელიც ძალიან ეს კომპანია ბიზნესი არ არის, მაგრამ 480 გადარჩენილი სიცოცხლეზე მეტი რა უნდა მეკეთებია. ამიტომ ჩემი პატარა წარმომადგენელი შვილიშვილებთან ერთად თქვენ სტუმრებს, საპატიო სტუმრებს და თქვენ საჩუქრებს მოგიზალებულად ცისხლის ბანკის სახელით დაურიგებთ და გადავცემთ. აქედან გამომდინარე გვინდა რომ დედას აი ეს სტუმრები დავიწყოთ აი იმ ხალბატონებიდან აი ვერასდროს თავის შვილიშვილებზე სათითაო ჩამოვარებულა და იხმარეს აგერ ესეც ის თაობაა, რომელიც აბსოლუტურად ჩამოსულსწორდება სისხლის ბანკის ერთ-ერთმა კომპანიამ, ჩემი ხალბატონის ქალიშვილი მოგზალებულად დარბაზში და მას ასეთ რაღაცებიდან ძალიან შორს უჭირავს, როგორც ხალბატონი ევას ახალგაზრდებიდან იშორს, მაგრამ ეს ჩვენ შეგვეძლოს სხვადასხვა ღონისძიება სახელი დაგვერქვა, მაგრამ მე იმ ორგანიზაციაში სადაც ავარ, ზუსტად ის სახელი ქვია. აი პატივცემული რეჟისორი აი ბაბოიქერ, აი ეს რეჟისორი კუთხეში რომელიც დარბაზში ვერ დავსვით. გამოართვი საჩუქარი. მოდი. ერთი დავჩავით, ვის არ აქვს საჩუქარი? და განსაკუთრებით პატარა შვილიშვილს განსაკუთრებით ბატონოსა ეს და ჩემი და მოგზალებული თვითონაც და სიყვარულის მეტი ნამდვილად არაფერი არ აქვს და მადლობა თითოეულ თქვენს, რომელიც წარმომდგენს ორგანიზაციები, რომელსაც ბევრია დარბაზში, კიდევ ბევრი სიყვარული და მოფერების სიტყვები გელოდებათ ბატონ აბრამ და ჩვენ სულ ხშირად გელოდებით ჩვენთან. მადლობა კიდევ ერთხელ. შეიძლება მინდა შარბატონატოს განსაკუთრებული საჩუქარი გადავცე და ეს ჩამოვიტანე ამერიკიდან და ნატო მოდი აქ მოდა არის გამდენ საჩუქრები შეცვალებულ ჩემი საჩუქარი თქვენი სიყვარული ეს პატარა რამ რასი ჩუმია ყველა ელოდება რა დაკავშირებულია 4 ივლისს ორი შემდეგ ამერიკას სრულდება 250 წელი 250 წლის იუბილეს გადაიქცეს ამერიკა მისი დამოუკიდებლობის მიღებიდან ამასთან დაკავშირებით ამერიკაში ტრამპის ხელმძღვანელობით გამოიცა წინ რაოდენობის ბატალიონი რომელიც ერთ-ერთი ეგზემპლარი მეც შევხვდათ დამოუტანე ეს ხალბატონ ნატოს საჩუქარი ეს ბატონებმა ძალიან დიდი პატივია ჩემთვის დიდვალდებულება სიყვარულთან ერთად ავალის დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა ერთ სიტყვას ვიტყვით ერთი რამ ვიცოდეთ რომ ულაშრებმა პერსონაჟი გაითქვეს სახელი მე რა თქო სიტყვით ჩვენ ბატონი მე რა საჩუქრები რომელიც დავარიგეთ განსაკუთრებით გქონდა გათვალისწინებული ბატონი ელჩისთვის და ინდოეთის წარმომადგენლებისთვის და თქვენი დებატით მასაც გადავჭერ საჩუქრებს ყოველთვის თქვენთვის ბატონ ელჩო ეს ინდოეთის წარმომადგენს კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მოგესალმებით მადლობა მინდა ხალბატონ აპრესას ყოველდღიურ და უხალხო ასეთი ღონისძიებისთვის მოგესალმებით ისრაელის ელჩს და მინდა წარმატებების სულ მოგესალმებით ყველას ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩენა იყო ეს ხალბატონ აპრესო და თქვენის ყოფნა ხალბატონ აპრესო დიდი ხანი ვიცნობ და თვითონ ჩვენთვის დიდი საჩუქარია სხვა საჩუქარი აღარ მინდა თვითონ არის კარგი საჩუქარი მინდა ღირსეულობისო და ბედნიერებისო ბატონო მე და თქვენ ერთგვარად კოლეგები ეს გამოცემელი ვარ და რამდენიმე ეს გამოცემელი ადრე ბევრი შეყავი ახლა ეს გამოცემელი ვარ და 80-იან წლებიდან გადავნებთ ვადებით თქვენს მოღვაწეობას ჯერ ალია საქართველოსთან ისრაელში გამოდიოდა და მე საქართველოში დაიწყო ალიას გამოცემა და როგორც ვიცოდი რომ
ჩვენგან იყო ეს და ყოველთვის ვფიქრობდი რომ გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები ამ სფეროში, პრესის სფეროში, არა სამწუხაროდ ისე ჩვენ პირველად იდა გეგმის რომ მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ მე თქვენი ბიოგრაფია მეტაკლებად თავს გადავიღე, გუშინ კიდე გადავიკითხე, საერთოდ სამომავლოდ გადავიკითხე და არ ქონია დაალაგებული და ხალიჩების მოფენილი გზები, ბევრი ბობოქარი და ბევრი თვალებად გამგავლები, მაგრამ ყველგან ისეულად გამოსუხართ და რაც თავარია ჩვენ ახლა ძალიან თბილად და კარგად ვლაპარაკობთ ქართულ ებრაულ ურთიერთობებზე, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ეს თემა მაინც წლებისკენ მიდის, იმიტომ რომ აქ რო ცხოვრობდნენ ქართველი და ებრაელები ერთად, ჩვენ არ გვიზოდა მაგალითებია, უბრალოდ არ გვიზოდა მოყოლა მაგალითები იყო ჩვენი თანაცხოვრების, ჩვენი დღეს სამწუხაროდ მოყოლით გვიხდება. დღეს თქვენ კიდე აგზელეთ, აი ყველაზე კარგი რაც გაკეთეთ ჩვენები და შვილები და შვილები რო ჩავიყვანეთ, რამე თუ ამ ბავშვებში კიდე უფრო შეახსენეთ და ვისი გორის არიან, როიტყვენ, საიდან არიან და რაღაცით კიდე მეტად უფრო დააინტერესეთ ამ ქვეყანაზე. ემიდა ისურო დღეგრძელობა, ჯანმრთელობა უსურო, მშვიდობა ისრაელს, უსურო მშვიდობა საქართველოს. ჩვენ აგერც ახლა თქვა, ჩვენ მეგობრებო, რომ ეროვნებით ვართ ებრაელები, თორე პლუსები და მინუსებით ქართველები ვართ. ჩვენ ებრაელები ვართ საქართველოში, გარეთ რო გავდივართ ქართველები ვართ. და ჩვენ ისევ ერთმანეთის ისტორიას ერთი გვაქვს, სხვათა შორის რო გადახედოთ ისრაელის ისტორიას, ებრაელთა ისტორიას და საქართველოს ისტორიას, ის ისტორიას ერთი გვაქვს. ეხლაც გრძელდება, თუ კი რამე მინუსები იყო, ისე თანა ომებს მოძებდა დასუსტება ამ ორი ქვეყნის, ამიტომ უსურებ მაინც ამ ორი ქვეყანას მშვიდობას, ღირსებას, რამე თუ მე ჩემი თავი ვერ წარმოვიდგენია სხვაგან, ქართულად ვლაპარაკობ, ქართულად ვფიქრობ და კი რა თქმა უნდა არ მოვისწრებ ჩემი ეროვნება და არ მოვისწრებ ჩემი რელიგია, მაგრამ მაინც ამაყი და უფრო ხარათავა როცა საქართველოში ვარ. ეძელობა ისურვა და მე მინდა გადმოგცეთ საჩუქრად წიგნი საქართველოს სინაგოგები. სომისათვის როიცოდეთ არც ერთი სინაგოგა არ იყო ამ ჩვენში ებრაულ თემზე გაფორმებული, 25 სინაგოგა ებრაულ თემზე ომი გაფორმებული, ყველგან მეტნაკლებად მოვლენია, უვლიან ყულა, ყველგან მეტნაკლებად ჩემი ხელი იგდო, მაგრამ ყულაში ელაშვილი მაითავეს და ისინი უვლიან. ასე რომ ვერ დავიგებ. ძალიან რაფთხოვა სასაფლაოების აღწერის კონდა პირადად ეხლა ის სასაფლაოების საიტი მოგაკეთებული, რომ ნებისმიერი საფლავის სახვა ეხლა ტელეფონი შეგიძლია. და ისევ და ნებისმიერი საფლა და ყოველ ყულაში ისე გაგეთქეს. ყველა ყურაშემა შეგიძლია სადაც შეგვიძლია საიტზე და ყულაშელები გარკვეულად სეპარატისტები არიან. ყულაში გაკეთეს პირველი რამოდენობა თქვა. გასაგებულები არიან. ეს 9 მაისია და ომის გამარჯვების დღე არის. მართლა სოუნა უნდა იყოს და არ უნდა იყოს ჩვენი მონდოები და ჩემი მონაწილეები და ლევანდოვილის ძირითადად მონაწილეებით გამოიცა წიგნი საქართველოს ებრაელთა სრული ფაშისტთა გამარჯვებაში. მოხსენიებულია 5000 ებრაელი, ოღონდ მე არ გამოვყავი ქართველი ებრაელები და ებრაელია ჩემთვის, ამიტომ რახანი შევხედე რომ რუს ებრაელების არანაკლები იყვნენ ქართველ ებრაელებზე, წიგნი გამოვიცი ორ ენაზე და მან ორ ენაზეა და ასე რომ ბევრს ანახავ ახალებს ათესავს, მაგრამ კი გამორჩა ვიღაცა გამორჩა ბევრი რატო რომ ებრაელებმა არ მომაწოდეს ინფორმაცია თორე ვიზეს კი მოვიზიე 3-4 წელი მომდადებით ამჩეს და თუ რამე გამოჩნდება მე როტაციაში მეორე გამოცემაში ჩავამატებ და ესეც სიმბოლურად ქაშერის ვინო შალომი გევლოთ და ეგზერი პოზიტივი ერთი ვერ გავთვალე ყველა შეიძლება მე ჩამოსული ვინოც არის აი სულ მომედანად ხელთვის ეს ახალცი ხელი ჩამოსულია. აი უნდა მე თქვა რა. კიდევ ერთხელ სასიამოვნო ჩვენთან შეხვედრა ჯიმალოვანი და გაწეული საქმისათვის, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ და ტრაფა შეგანდება. მადლობა მე
და მე მინდა დავუმატო ჯამლეტი როცა გამოდიოდა ყოველთვის ამბობდა მე ებრაელი კაცი ვარ მაგრამ სიზმრებს ქართულად ვხედავ ეს არის ჩვენი მეგობრობის არსი და ჩვენთან ახლა აქ არიან ჩვენი ასოციაციის წევრები ხელი აწიეთ გოგოებო ვინ ახართ აქ ჩემიანები აი ესენი ყველანი თუ არ შეწუხდებით ყველა მობრძანდებით და გაგაცნოთ ამ ადამიანებთან ხელოდებით ყველას მობრძანდით მობრძანდით ეს ასოციაცია მაგრამ მუშაობს დღეს უბრალოდ ისეთი ღირსშესანიშნავი დღეა რომ ზოგი იქ წავიდა ზოგი იქ მინისტრები ისინი მოიცადე მე რა და მინდა ამ გოგოებმა ასოციაციის სახელით და ნატოს და კვანტალიანი ხო დავამზადეთ დიპლომები და ყველას მინდა ეს დიპლომები გადაგცეთ მიდი დაარიგეთ გოგოებო თითო ყველა ჩვენმა ულამაზესმა პრეზიდენტმა და საერთოდ ჩვენი ასოციაციის გადაწყვეტილება არის საქართველოში საპატიო სტუმრის სტატუსი რომელიც ჩამოგზანდებით და მსოფლიოს ქართველ ებრაელთა ქალთა ასოციაციამ დააწესა ყველა საპატიო სტუმრისათვის საპატიო სტუმრის სტატუსის წოდება მოგანიჭოთ თქვენ. აქედან სათითაოდ თითოეულ ჩვენი ასოციაციის გოგოები გადმოგცემენ თითოეულ თქვენგანს. კაბატონიკა. ეს პირდაპირ მიუტანეთ სათითაოდ. სათითაოდ აგირიგეთ. ეს სტატუსი და ეს სტატუსი მსოფლიოს ქართველ ებრაელ ქალთა ასოციაციამ ყველა ვინაიდან ხშირი სტუმრობა ყავს აქედან თითოეულ თქვენ ძვირფასი სტუმრები ბრძანდებით და გვინდა რომ ყველას მოგეფეროთ და განსაკუთრებული მადლობა განსაკუთრებით რეჟისორი რომელიც ჩვენი ქართველი რეჟისორი ამერიკაში მოღვაწე უძლიერესი პიროვნება ადრჩა ჩვენ ვარიცოთ ეს ასოციაცია და მე მგონი კიდე სურპრიზები წინ ველოდება მოგესალმები ყველას მივესალმები საზოგადოებას დამწყრ საზოგადოებას და ჩვენ თვითონ სტუმრებს ბატონო მე და თქვენ დიდი ხანია Facebook მეგობრები ვართ და თქვენი თავი ნამდვილად უფრო მეტად შემოყვარა ნატო კვანტალიანმა და თავადების ეთერ თოფჩიაშვილმა ბევრი რამეზე საუბრობთ თქვენზე რომ აი როგორი ღვაწლი აქვს მე ჩემი სახალხო დიპლომატიის სახელით ერთი წუთი მინდა ბატონ აბრამს გადავცეთ ქართულ ებრაული სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის ამაგდარის ტიტული. რაში უნდა ამას როგორც ბატონი ჯამლეტი რაში ქართულ ებრაულ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გამტკიცებისთვის უნიკალური ხელნაწერებისა და სამეცნიერო ნაშრომების დაცვას შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის ამ ფასდაუდებელი კულტურული საგანძურის გადაცემისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა გოგოებო. ჩემი ერთგული მეგობრები და კიდე საჩუქრები გვაქვს. ჯამლეტის მიერ არის ბიოგრაფიული წიგნი და რომელიც მინდა დაგიგოთ ყველას და ჩემი ფანტასტიკური მოთხრობა ქალაქური ზღაპარი. მომეცი ჩემი თვალი მაინც ჩვენი საღამო დასასრულს უახლოვდება და მე ჩვენი ასოციაციის განსაკუთრებული ჯილდო არის ჩვენი ოსკარი, რომელიც ანასახიერებს ზუსტად ქართულ ებრაულ მეგობრობას.
ამ ჩვენ ოსკარს გვია ესთა. ესთა ნიშნავს ესთერი და თამარი. ესთერი ხო ვიცით ქალია, რომელმაც ფიზიკურ განადგურებისაგან გადაარჩინა მთელი ისრაელის ერი და თამარ მეფე. ეს არის ესთა. ეს ესთა გააკეთა ადამიანმა, ვინც აკეთებდა ყოველთვის ქალბატონ სოფიკო ჭიაურელის ქანდაკებებს. მაგრამ მე დიდხანს ჩვენ ხარს ვიფიქრეთ და ვთქვით, ნუ რანაირი უნდა იყოს ესეთი ჯილდო. და ეს ჯილდო აღმოჩნდა, არის ასეთი სპექტაკლი, დიდი ხნის წინ ურიელა კოსტა, გოგაგიგია, სადაც ქალბატონი ბერიკო ანჯაფარიძე თავაშობდა ებრაელი ქალის როლს და მერე ითამაშა სოფიკო ჭიაურელმა. მოვიდა ეს ადამიანი ბევრი ვიფიქრეთ და ეს არის ბერიკო და სოფიკოს გამოსახულება და ხელნაკეთია. ეს ჯილდო აქვს ყველა განსაკუთრებულ ადამიანს, ვინც მოვიდა ჩვენთან ასოციაციაში სტუმრად და დაჯილდოვდა. მე მინდა რომ გაუფრთხილდეთ ამას, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ჯილდო, ბატონო აბრამ, თუ შეიძლება მოგბრძანდით. ბატონო აბრამ, ეს ჯილდო აქვს ყველა გამოჩენილ ადამიანს, ვინც საქართველოში არსებობს, არა, მაგრამ მაინც უმეტესობას და ძალიან განსაკუთრებულ ადგილზე უკიდიათ და დიდი მადლობა რომ არსებობს თქვენ ასეთი ადამიანი და ასეთ ჯილდოს წაიღებთ ამერიკაში. საპატიო სურათი. და ბოლოს მე მინდა ჩვენ ელჩს უთხრა, ალბათ ჩვენ ისეთი მაყოფილები ვიქნებით მაგის მონაწილეობით, რომ ბატონ ელჩსაც გადავცემთ ასეთ ჯილდოს. სადახარ მარი გადაუთარგმნე, მოდი ელჩს. ბევაკაშა. დავთავრდა ჩვენი საღამო და საღამოს დაასრულებენ ჩვენი გენიალური ბავშვები, ერნა წიფორიას გუნდი. მოდი ბავშვებო, აკადემია გვირილა. მადლობას მოგახსენებთ ყველას მობრძანებისთვის. ჩვენ საპატიო სტუმრებს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის საქართველოში.
და თუ გნებავთ ფოტოების გადაღება, შეგიძლიათ მოგზავნოთ და გადაიღოთ ფოტო. მადლობა კიდევ ერთხელ მსოფლიოს ქართულ და ებრაელ ქალთა ასოციაცია ესტას, მის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს. მომავალ შეხვედრამდე. არავის არ უნდა წასვა, ყველა ზიან არიძრევიან ადგილები და დარჩით ცოტა ხანი.